საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილს თავდასხმას ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მისი თქმით საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაში არის ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან. ამავდროულად ჯო უილსონი აცხადებს, რომ მას სჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ უცხადებს სოლიდარობას სალომე ზურაბიშვილს და ამავდროულად აცხადებს იმას, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხდება თავდასხმა და ის კითხვას სვამს, არის თუ არა ეს ადგილი საერთოდ უსაფრთხო. ასევე ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ეხმაურება მომხდარ ფაქტს სოციალური ქსელების საშუალებით და მისი განცხადებით პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდით, რომლებზეც არც რუსეთი იტყოდა უარს. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს, წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში. ასევე ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ დღეს ამ მომხდარს და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლა არის სწორედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა და მომავალმა ხელისუფლებამ სწორედ ასე უნდა განიხილოს მომხდარი და როდესაც ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებენ. ასევე გიორგი გახარია წერს და მიმართავს საზოგადოებას, რომ წარმოიდგინონ შეშინებული ბიზინა ივანიშვილი, რომელიც როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენონ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ღირსებაზე და სამშობლოზე და სიყვარულზე საუბარს დაიწყებს მომხდარი და ამავდროულად გიორგი გახარია სოლიდარობას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს და წერს ჩვენი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს. ეს განცხადება მან სოციალური ქსელის საშუალებით Facebook-ზე გამოქვეყნა.